პოლიციის აღლუმის შემდეგ პრეზიდენტმა ბათუმში მიმდინარე მშენებლობები დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის ზღვისპირა პარკში შავი ზღვის ბიზნეს ცენტრის საძირკელში სპეციალური კაფსულა მოსკოვში მოღვაწე ქართულ მომღერალ დიანა ლაბაძესთან ერთად ჩაუშვა. ბიზნეს ცენტრი ბათუმის ბულვარის დასაწყისში აშენდება და ის მთელ რეგიონს მოემსახურება. ხელისუფლება ბიზნეს ცენტრის გახსნის შემდეგ აჭარასა და დასავლეთ საქართველოში ასეულობით სამუშაო ადგილის შექმნას ელოდება. შენობაში კომერციული ფართობი განთავსდება, 170 მეტრის სიმაღლის შენობა 35 სართულიანი იქნება. სამშენებლო სამუშაოებს Railway Property Management-ის ატარებს, რომელიც საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანიაა. ბიზნეს ცენტრი ექსპლუატაციაში 2013 წლიდან შევა. ბათუმი გადაიმისა, რომ ეს არის ტურისტული ცენტრი მნიშვნელოვანი საქართველოში, ეს უნდა იყოს ასევე საქართველოს უმნიშვნელოვანესი ფინანსური ცენტრი. იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი რამე ებმება ფოთის სპორტს, როგორც საპორტო ინფრასტრუქტურას, ბათუმის სპორტს, ინვესტიციებს სხვადასხვა მეზობელი ქვეყნიდან და ამიტომ თავისთავად ამხელა ბიზნეს შენობის აშენება, რომელიც იქნება ულამაზესი, შექმნის იმას, რომ გარდა ისე რომ თვითონ ამ შენობაში რა ხალხი იჯდება, 10,000-ობით დამატებითი ადამიანი დასაქმდება სწორედ იმის გამო, რომ ეკონომიკური აქტიურობა განვითარდება ბათუმის ბულვარის დასაწყისში შენდება ეს შენობა და მე ვნახე ბოლო დღეებში ვიღაცები ჩხუბობდნენ, აპროტესტებდნენ ამ შენობის მშენებლობას. მე მესმის ხალხის, ვისაც ნერვიულობს, რომ მართლა ბულვარი უნდა დაცული იქნას, მაგრამ ახლა ბულვარი მე როცა გავხდი პრეზიდენტი იყო კილომეტრი და 800 მეტრი. და ეხლა 8 კილომეტრი 200 და ემატება კიდე 10 კილომეტრი და იქნება 18 კილომეტრი. და 10-ობით 1000 ხე დაირგა უკვე და 100-ობით 1000 ახალი ხე დაირგა. და მაგრამ თავარი ახლა ვისაც ნერვებს უშლის აღშენებლობა, ეს ახალი ცენტრები, ამას მე ნამდვილად არ ზურგზე მოვიკიდებ. ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ და არც სამუდამოდ ვაპირებ ცხოვრებას და თან არ წავიხარ. ყველაფერი ეს რჩება აქაურობას, ხო? და ამიტომ არის ის ხალხი, ვინცაც ყოველთვის ყველაფერი ახალშენობა, ახალი კარგი აღიზიანებს და სისხლს ასხავს ბოღმისგან, აი მართლა და არის დანარჩენი საქართველოს, თლიანი საქართველოს საზოგადოება, ხალხი, ვისაც მოენატრა აღშენობა, მოენატრა უკეთესი მომავალი, ესმის კარგად ამის ფასი დასაქმებისთვის, თავის შვილების ხვალინდებისთვის და პრაქტიკულად მთელი საზოგადოება აქ ყველა ნორმალური ადამიანი ამას ბოლომდე უჭერს ხარს და ჩვენ ამ ხალხისთვის ვაკეთებთ ამას, ამ ხალხის სახელით და ამ ხალხის უკეთესი მომავლისთვის. პრეზიდენტმა ბათუმის მთავარ პარკში მშენებარე ანბანის კოშკით დაათვალიერა. გრანდიოზულ სკულპტურაზე ქართული ანბანი იქნება გამოსახული, მასში ბრუნავი რესტორანი, პანორამული ლიფტები, ტელესტუდიები და ობსერვატორია განთავსდება. ანბანის კოშკის მშენებლობა, რომელსაც დნმ-ის უჯრედის მაგვარი კონსტრუქცია აქვს, ივლისში უნდა დასრულდეს. შევიდა ლევა ეს ერთობლივი იდეა იყო, რომ ქართული ანბანი გაგოყოლებია ეს ანბანის კოშკი, იმიტომ რომ ეს არის როგორც ჩვენი გენეტიკური კოდი, როგორც დნმ. და თუ შეხედავთ ეს ეს როგორც დნმ-ის სტრუქტურა არის და ეს არის ძალიან მაღლა აიტყორცება ზემოთსაში, გამოჩნდება ბევრი ადგილიდან ზღვიდან, იქით ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან. ეს არის მართლა აბსოლუტურად უნიკალური. ჩვენ არც ნავთობი გვაქვს, არც გაზი გვაქვს, ასეთ რამეებს აშენებენ დუბაიშისაც ბევრი ნავთობი აქვს, ასეთ რამეებს აშენებენ ძალიან დიდი ქვეყნები როგორც ჩინეთია. სადმე რომ პატარა ქვეყანა ასეთი შეზღუდული რესურსებით, გავს რაღაცებს აშენების დავითარებდეს, მე ასეთი მაგალითი თანამედროვეობაში არ ვიცი. და ამას შევძლებ ჩვენ ქართველები.